საუბრობდა. ხიხაძირის ხეობაში სასოფლო ბიბლიოთეკა გაიხსნა ეროვნული ბიბლიოთეკისა და საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის წარმომადგენლებმა სასოფლო ბიბლიოთეკაში 300-მდე სხვადასხვა სახის ლიტერატურა შეიტანეს. ბიბლიოთეკა მალე კომპიუტერული ტექნიკითაც აღიჭურვება. ხიხაძირის ხეობაში სოფლის ბიბლიოთეკა 2012 წელს გაუქმდა. სასოფლო ბიბლიოთეკა დღეს ხორჯომისა და დიდაჭერის თემებშიც გაიხსნება. პროექტს იუსტიციის სერვისების განვითარების სააგენტო ახორციელებს. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა მოხარული იქნება და თავის ძალისხმევას არ დაიშურებს იმისათვის, რომ საქართველოს სხვა სოფლებშიც გაიხსნას ანალოგიური კარგად მოწყობილი ბიბლიოთეკები. ჩვენ პერიოდულად მოვამარაგებთ ახალი გამოცემებით და წიგნად ფონდს შევუსებთ ამ ახლად გახსნილ ბიბლიოთეკას. ხიხაძირის ხეობისთვის მნიშვნელოვანია ეს ბიბლიოთეკა. წიგნები შემოიტანეს და ველოდებით ელექტრონულ ვერსიის შემოტანას. ძალიან მიხარია, რომ ხაზიში გაიხსნა სასოფლო ბიბლიოთეკა. გარდა წიგნებისა, აქ იქნება პერიოდული გამოცემები, ჟურნალები, გაზეთები, ყველანაირი ლიტერატურა შემოვა და ხალხი მკითხველი დარწმუნებულია, ბევრი მკითხველი ეყოლება ამ ბიბლიოთეკას.